Salve მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანებად ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ სერავის შესახებ. უკვე მქონდა ერთი ვიდეო სერავის განხილვა, საკმაოდ ძველი. იმდენად ძველი, რომ მაშინ სერავე საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად წარმოდგენილი აფთიაქებში და მაშინ ევროპაშიც არ იყო. თუ სწორად მახსოვს, ჯერჯერობით სერავე თუ იყო. ზუსტად არ მახსოვს. ძალიან ცუდი აუდიოთი და გადავწყვიტე რომ უნდა დავემშვიდობოთ იმ ვიდეოს და ახალ ვიდეოს ჩავწერ დღეს თქვენთვის და რადგან უკვე საქართველოში ოფიციალურად არის ბრენდი, ვიცით რომ ევროპული სერავე აქ მზადდება, ვიცით რომ ამერიკული სერავე ცოტა განსხვავებულია და FDA-ის რეგულაციებს ემორჩილება, აქ ევროკომისიის რეგულაციებს ემორჩილება. მოკლედ, მოდით დღეს უფრო ევროპული სერავის შესახებ ვისაუბროთ, ასე ვთქვათ და იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ჩვენ რეალურად უკვე შეგვიძლია რომ აქ ევროპაში შევიძინოთ. მე ჩემი ლეპტოპი მაქვს აქ, ოფიციალური გვერდი მაქვს გახსნილი და მივყვებით, სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავალთ. გეტყვით რომ თუ პირველად უყურებთ მსგავს ვიდეოს ამ არხზე, ეს ვიდეოები კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ემსახურება. აქ ყველანი ერთად ვსწავლობთ და ვცდილობთ რომ ვისწავლოთ და მივეჩვიოთ სწორ შოპინგს, რომ სანამ პროდუქტში თანხას გადავიხდით, გადმოვაბრუნოთ შეფუთვა, წავიკითხოთ რა აწერია ზედ, რაში ვიხდით რეალურად თანხას, მარკეტინგის და რეკლამის მსხვერპლი ხომ არ ხვდებით, ხომ არ გვაქვს უკვე რაღაცა მსგავსი პროდუქტი, მსგავსი ინგრედიენტები ჩვენს თავის მოვლის რუტინაში და მხოლოდ შემდეგ შევიძინოთ. მაგრამ თუ ჩვენ აქ რაღაც პროდუქტი არ მოგვეწონება, მაგრამ თქვენ იყენებთ, მოგწონთ და რაც მთავარია სასრულ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელებთ. ეხლა დავაკვირდი რომ მე ცოტა რაღაცა ძალიან სერავის ფერებში ვარ დღეს რაც ესე არ იყო დაგეგმილი დღეს სხვა ვიდეოებსაც ვწერ უბრალოდ BH Cosmetics-ის ეს პალიტრა და ეს პალიტრა BH Cosmetics-ზე როგორ გული მწყდება, ეს არის მათი Fashion in Paris, ულა ასეთი ხარისხის პალიტრა. ძალიან იშვიათია ბაზარზე და სანამ იქამდე არ ისე ძალიან არ გაუვავა და რო უკვე თვალს წასმა აღარ შეიძლება. ვცდილობ რომ მოვასწრო და ვიცი ამ თვალის შედელებით და გამოვიყენო და მოკეთ სერავეს არ ეწყნება დღეს ჩემი ლუკი ამისი თქვა მინდოდა. ეს უწერია ცერავე. ავერს უწერია სერავე. რო ჩამოყალიბდეთ. მე მესმის ზოგადად ეგრეა ყველა ენაში თავისნაირად გამოთქვამ ყველაფერს. აი მაგალითად გერმანულში ცერავეს ამბობენ, იმიტომ რომ ცერამიდებს ამბობენ. როგორც წერია ესე კითხულობენ ზუსტად მაგალითად გერმანულში. ინგლისურში ნუ სერამაიდს ამბობენ და შესაბამისად სერავია, იმიტომ რომ სახელი სერავე სერამიდები, ანუ კერამიდებიდან მოდის, რასაც ჩვენ ქართულად კერამიდებს ამბობთ, ბევრი სერამიდებსაც ამბობს. რეალურად მე თუ მკითხავ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვესმოდეს რაზე ვსაუბრობთ და ეს ზოგადად დამოკიდებულება დაცინო ადამიანების გამოთქმაზე, აქცენტზე, იმდენს ხვდებით, რომ როცა ადამიანს აქცენტი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რამოდენიმე ენას ლაპარაკობს. რამოდენიმე ენა ესმის. და ამისა ისედაც რანაირი კულტურა ადამიანების, უცხო ადამიანების კომენტარების სექციაში შევარდნა და მეტყველების შესწორება. რა უბედურებაა. მით უმეტეს როცა უცხო ენას ეხება საქმე. აი კალიფორნიის მზის ქვეშ გაზრდილი ბაბუები არ გადაგიტრიალდეთ საფლავში რა. უბრალოდ როცა ესეთ ორ დიდ კომპანიას ეხება საქმე, რომლებიც ოფიციალური მომწოდებლები არიან და წარმომადგენლები ბრენდის ქვეყანაში, PSP და ავერსი. რო შეთანხმდეთ თან სერავე დაწეროთ, თან სერავე. არ აქვს მნიშვნელობა რომელსაც დაწერთ. მე ვფიქრობ, რომ სერავია, სერამაიც არის. შესაბამისად სერავია. ამიტომ მე ამ შემთხვევაში ავერს უნდა დავეთანხმო, რომ სერავია. ოკეი, ამ დიდი შესავლის შემდეგ გადავიდეთ. პირველი მაქვს Gel Cup გამწმენდი 473 მილilitrიანი შეფუთვით. კი, ეს უცნაურად აწერია ხოლმე მათ შეფუთვებს. Pump-ის თავსახურით, რაც ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ კაფი არის სათაურში სახელში, ანუ Gel Cup-ი. მაგას დააკვირდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ტრადიციული ძლიერი კაპ გამწმენდი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ზოგადად კაპ გამწმენდებისგან, რომლებსაც ძირითადად ხშირად ცხიმიან კანზე იყენებენ და მოსწონთ. საკმაოდ მსუბუქი სულფატებია შეგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მსუბუქი გამწმენდია. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება არ არის. მეორე საფეხურის გამწმენდია, ან დილის გამწმენდია, ან ისეთი დღეს გამწმენდია, როცა არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ აქვს სახეზე და რაღაცა მსუბუქი გამწმენდი, შედარებით უფრო მსუბუქი გამწმენდი გესაჭიროება. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, ნიაცინამიდს შეიცავს და რა თქმა უნდა კერამიდების, ცერამიდების ცნობილ კომპლექს, რითიც ცნობილია რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი სერავე, ამიტომ ეგ ისედაც კერამიდების კომპლექსი ნებისმიერ პროდუქტში აქვს რა თქმა უნდა. სხვა ისეთი რაღაცა გამორჩეული შეგნით ნამდვილად არ არის. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე მსუბუქი სულფატებით. შემდეგი გვაქვს კრემ გამწმენდი, ესეც 433 მილilitrიანი შეფუთვით, ესეც Pump-ის თავსახურით, ესეც რა თქმა უნდა შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე. ეს კიდევ უფრო მსუბუქია. აქედან ბევრი დატესტილი მაქვს, ბევრი პროდუქტი სხვადასხვა დროს. ხოლმე არ მახსოვს მართალი რო გითხრათ, ზუსტად რეები მაქვს დატესტილი სადღაც ალბათ ჩემს ფავორიტების ვიდეოში, წლების და თვეების და სეზონების მიხედვით, რომ მოვინდო მოვიპოვი ალბათ ზუსტად რეები მაქვს გამოცემამდე. ეს მახსოვს, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით მშრალი კანისთვის არის სასიამოვნო გამწმენდი, თუმცა ისიც მახსოვს, რომ ძალიან მსუბუქი იყო. ისაც არის შიგნით მსუბუქი სულფატები ან ვარც აგასაკვირით, მაგრამ აკაფებაც ისეთი ძლიერი არ აქვს. ლოსიონის გელის ტექსტურით ჩამოდის და ისე ძლიერად არ ქაფდება. ამიტომ ეს არის აი
ზაფხულში სახეზე ცხიმიანობა მომემატა და დილით რაღაცა ძალიან მსუბუქი გამწმენდი მჭირდება, იმიტომ რომ მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის. აი, საღამოს მეორე საფეხურის გამწმენდად მხოლოდ. აი, ჩემთვის ისეთი დღეებისთვისაც კი, როცა აი ძალიან მსუბუქი, თუნდაც ერთი ფენა დილის მზისგან დამცავი მესვა სახეზე და არის განმიახლებია დღეს განმავლობაში და წყალგამძლე არაფერი მესვა და სახლიდან არ გავსულ და არაფერი. მაგ შემთხვევაშიც კი, აი თუ ძალიან მეძარება, ძალიან მაცივარ, რაღაცა გამონაკლის შემთხვევაში, იმიტომ რომ ფორებს ვერ ვანდობ. ვიხადოთ, თუმცა არ მაქვს არაფერი პრობლემა ფორებზე, ხო? მაინც ვერ ვანდობ, ესე მიყოლებით ყოველდღიურად ამ გამწმენდ ჩემს ფორებს, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია, ეს E ვიტამინი, ჰიალურონის მჟავა, კერამიდების კომპლექსი, რა თქმა უნდა, ვისაც ძალიან მგზნობიარე კანი გაქვთ, ან მეორე საფეხურის გამწმენდად, ან დილის გამწმენდად. შემდეგი გვაქვს კრემ კაფი, გელ კაფი და კრემ კაფი არ აგვერიოს ერთმანეთში. კრემ კაფისთვის მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ ეს სალიცილის მჟავას შეიცავს. ამას ფოტოშორის დემაკიაჟის ამბავიც აწერია ზეც. არის სალიცილის მჟავით გამწმენდი ტუშზე და ლაინერზე რატომ უნდა დაიმასაჟო თვალებში. თემთას ამობ, ჯერ საკმაოდ მსუბუქია, აი ეხა მე რო დღეს მაკიაჟი მისვია, გამორიცხულია, პანდას თვალებით დამტოვებს მაშინ ეს მაქვს დატესტილი. მაგისთვის ესეთი ძლიერი მაკიაჟისთვის არ არის. ასე წარბი მქონდა შევსებული, კონტური და რაღაცა გლოსი მესვა ტუჩზე და ასე tubing ტუში და აი ესეთი შემთხვევებისთვის კი ბატონო, მაგაზე არ იქნება პრობლემა, თან ორჯერ გამოიყენებ, თან ერთსა და მეორე პროდუქტს გამოიყენებ, მაგალითად როგორც ორ მაგწმენდას. ორ მაგწმენდისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი ორი სხვადასხვა პროდუქტი გქონდეს, ხო? თქვენ ამას გამოიყენებ ორჯერ, რომ რამე არ დარჩეს და ყველაფერი სრულფასოვნად ჩამოგაშორო სახიდან, მაგრამ ისეთი ძლიერი დემაკიაჟის საშუალება არ არის, როგორცაც ჩვენ ვიცნობთ, მაგალითად ბალმებს და ზეთებს და ასე შემდეგ. იმათ ვერ უწევს მასეთ კარგად კონკურენციას, თან ეს სალიცილის მჟავის თვალებში დამასაჟება მაკიაჟზე. მაინც ჩემთვის იდეალური ამბავი არ არის და თუ დემაკიაჟის საშუალებაა და თვალებზე არ უნდა გამოვიყენო, ეგ კიდე ხა თვალებისთვის მე ცალკე მიცელარურით მოიშორე და სახეზე სხვა პროდუქტი გამოიყენე. ისე ბევრი კარგი ინგრედიენტი აქვს შეგნით, კერამიდების და სალიცილის გარდა, გლიცერინი, ამინომჟავების ძალიან კარგი კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა, რა თქმა უნდა შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა. თუნდაც მაკიაჟს არ ატარებდეთ. არ არის აუცილებელი ნებისმიერი გამწმენდი მაინც მაკიაჟთან დავაკავშიროთ, ხო? აი ესეთი დღეებისთვის, როცა წყალგამძლე, მზისგან დამცავი გესვათ, რაღაცა უფრო ძლიერი გჭირდებათ ფორებისთვის, თუნდაც სალიცილის რა თქმა უნდა არ ამბობს ახლა სერავე რა პროცენტული მაჩვენებლით არის სალიცილიში უკმანა. ზოგადად პროცენტულ მაჩვენებლებს როცა ეხება საქმე სერავე მან კარგ საქმეს ვერ აკეთებს ნამდვილად თითქმის არასდროს არ ამბობენ ხოლმე ზუსტად რა შეიცავს მათი პროდუქტები, მაგრამ აი ოდნავ უფრო ძლიერი, აი ზაფხულის გამწმენდა. აი მათი მიცერალური წყალი სხვათა შორის საკმაოდ კარგად აშორებს თვალის მაკიაჟს. კარგად დაასველეთ ბამბის დისკი, დაიფინეთ თვალებზე, აცადეთ 30 წამი, 20 წამი. უბრალოდ გეტყვით რომ დაალბეს ყველაფერი და მე ძალიან მსუბუქად წრიულად დაამასაჟეთ ბამბის დისკით და შემდეგ ჩამოიშორეთ და სხვათა შორის მარტივად მოგაშორებთ ყველაფერს. ეს შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, რა თქმა უნდა, მათი კერამიდების კომპლექსი თითქმის 100 მილiliტრიანი შეფუთვით, ვისაც მიცერალურების გამოყენება გიყვართ. სხვათა შორის არ არის ცუდი პროდუქტი, კარგად მოგაშორებთ მაკიაჟს. მე ჩემს თვალებიც არ გაუღიზიანებია, ამიტომ რატომაც არა, ვისაც უფრო მიცერალურის გამოყენება გიყვართ. შემდეგი გამწმენდი არის მათი სხეული ზეთია, ეს რეალურად სახე პლუს სხეული, მოდით ასე დავარქვათ. დემაკიაჟის ზეთის იდეა არის კაპთან ერთად, კაპ ზეთია, ასე ვთქვათ, რომელიც რეალურად უფრო სხეულისთვის არის. სახეზეც მე მქონდა ესეთი, სახეზეც გამომიყენებია. უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ აი ჩვენ რო ვიცნობთ რეალურ დემაკიაჟის ბალმებს და ზეთებს ისეთი ძლიერია თქო. ვერ არის ესეთი ძლიერი. თვალებზე, ისეთი რაოდენობის დამატება მიწევდა შემდეგ მეორე და მესამე ფენის, რომ რამე არ დარჩენილიყო, რომ კი მესმის თითქმის 500 მილილიტრი ზეთია და ესე იულად არ დაგიმთავრდებათ, მაგრამ არ წესით არ გაგჭირდებოდეს ამდენი ფენის ზეთის დამატება, რომ თვალის მაკიაჟი ჩამოიშოროთ. თან ამდენი დამასაჟება თვალებშიც არ არის სასიამოვნო და კარგი ხო თვალებისთვის და კანზე თვალების გარშემო. მაგრამ სხეულისთვის მე ამას ვიყენებდი ზაფხულში, იმიტომ რომ კლავებზე და დეკოლტე ზურგზე როცა მზისგან დამცავს ვატარებ, თუ საღამოს კარგად არ ჩამოვიბანე სხეული და მზისგან დამცავი, უეჭველი კომედონები მიჩნდება სხეულზე. ამიტომ ეგ არ დაგავიწყდით ახლა ესეთი სეზონია თან, რომ დავიწყებთ უკვე სხეულზე მზისგან დამცავის გამოყენებას. როგორც სახიდან იშორებთ და არ დაიძინებთ მზისგან დამცავით და ამ ქიმიური თუ მინერალური ფილტრებით არ წახვალთ დასაძინებლად, იგივე ეხება თქვენს განსაც. მართალია სხეულზე განსაც, მართალია შეიძლება სხეულისგან ცოტა უფრო მეტი სატანა შეეძლოს, მაგრამ ეხა 3 და 4 თვე თუ გადაგმოვათ არ ჩამოიბან სხეულიდან კარგად საჭიროთ გამწმენდით, რეალური გამწმენდით მზისგან დამცავს, აუცილებლად აკნე გაგიჩნდებათ. მასეთი რაღაცისთვის ეს არის იდეალური პროდუქტი, რომ საშხაპეში გედოთ, როგორც შხაპის კაპ-ზეთ გამწმენდი სხეულისთვის. სხეულიდან მზისგან დამცავის ჩამოსაბარად, მაგალითად, თქვენთვისაც და პატარებისთვისაც სხვათა შორის იმედი მაქვს, რომ თქვენს პატარებს არ მოაკლებთ სხეულზე მზისგან დამცავს ამ ზაფხულს და
მათთვისაც რომ კარგად, რეალურად თუ რაიმე სხეულის გამწმენდი გაქვთ, ლოსიონი, გელი, დუშკელი, არ ვიცი და კარგად გაისუფთავებთ განს, რა თქმა უნდა, ისიც საკმარისი იქნება, მაგრამ თუ თქვათ წყალგამძლე რაღაცას ატარებდით და გინდა რომ დარწმუნდე რომ კარგად ისუფთავებს განს, მით უმეტეს თუ ეხა ზურგის აკნე გაწუხებთ, დეკოლტის აკნე გაწუხებთ, თქვენ იცით ეხა თქვენი სხეულზე კანის პრობლემები რა არის, თუ რაღაცას უფრო აი სპეციალურად აი ესეთ კარგად დამზადებულ გამწმენს ეძებთ, მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი არჩევანი იქნება ახლა ზაფხულის სეზონისთვის, ვინც არ არის თუ სწორად მახსოვს. შემდეგი გვაქვს მათი სალიცილის გამწმენდი, ესეც რეალურად სახე პლუს სხეული, ესე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. სამწუხაროდ სალიცილის მჟავის პროცენტული მაჩვენებელი. სამწუხაროდ აქაც არ გვაქვს, მაგრამ მე როგორც ვიცი, ეს წესით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს წინა კაპ გამწმენდი სალიცილი. მე როგორც ვიცი, იქ უფრო სუბუქი ფორმულაცია არის სალიცილს ეხება საქმე და ეს არის რეალურად სალიცილის გამწმენდი თუ სერავესგან სალიცილის გამწმენს ეძებთ. აი ეხა ზაფხულში. ნუ სახეზე ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა სავარაუდოდ სახეზე ყოველდღიურად სალიცილის გამწმენის გამოყენება არ გინდათ, ხო? არც ეხა რამდენად ცხიმიანი კანი უნდა ქონდეს ყოველდღიურად პილინგ საშუალება, თუნდაც ჩამოსაბანი ფორმით, მე ვფიქრობ, რომ არავის არ ჭირდება. მაგრამ სხეულს რაც შეეხება, სხეულისთვის, აი ზაფხულში მე მაგალითად ვატყობ, რომ იმატებს მზეზე, რაც არ უნდა კანი დავიცვა, ჩაკეტილი კომედონები მაინც იმატებს საკუთრებით მკლავებზე და უხეშდება რაღაცა კანი. კერატოზის პილარის უფრო ძლიერდება კანზე ზაფხულს, რაც არ უნდა მოვინდომო. სამწუხაროდ მაინც მასია 100%-იანი დაცვა არ არსებობს და მზე მაინც მოქმედებს, რა თქმა უნდა. ამიტომ გრძნობ, რომ ზაფხულში ეგ პრობლემა ჩემთან უფრო აქტიურდება განსაკუთრებით მკლავებზე. ამიტომ თუ ეგ პრობლემა გაქვთ, მაშინ სხეულისთვის ამას უფრო გირჩევთ ზაფხულში. ამას ეხა ბავშვებს დავანთ ამით, რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის იქნება, მაგრამ ასეთი პრობლემებისთვის დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მოგეწონებათ, ესეც შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე. მაგას აღარ ვიმეორებ, იმიტომ რომ სერავეს ეხა კერამიდები როაში იქნით და შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე როა, ეგ ყველა პროდუქტზე ერთი და იგივეა მან. შემდეგი პროდუქტი, ეს რაც არის პროდუქტი, რომელზეც წინა ვიდეოში მეფის რუსეთის დროს მაშინ არ გვისაუბრია ამ პროდუქტს, როგორც ჩანს ახალი პროდუქტია, ეს მე არ დამიტესტავს და არ შემოხვედი რესურსთა შორის აქ ხა აფთიაქებში სულ თითქმის ყველა აფთიაქს აქვს სერავე გამოფენილი ყველგან და ტესტერებიც ხშირად ტესტ და შეგიძლიათ გატესტო პროდუქტი, მაგრამ ეს არ შემოხვედრი, არ ვიცი. სიამოვნებით მითხარით, საქართველოში თუ არის, ეს არის ფეხის ამქერცლავი კრემი სალიცილის მჟავით, 88 მილilitrიანი. ამათი შეფუთვების ზომები არ შემიძლია. 88 მილilitrიანი შეფუთვით, ნიაცინამიდით, სალიცილის მჟავით, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, ჰიალურონის მჟავა, კერამიდების კომპლექსი, მოგეთ, ვისაც ქუსლები გინდათ რომ ფორმაში მოიყვანოთ ხა ზაფხულისთვის, ფეხის კანი ზოგადად ფორმაში მოიყვანოთ ხა ზაფხულისთვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არჩევანი იქნება. ეტყვით რომ გაჩნია რამდენად პრობლემური ქუსლი გაქვთ, თუ ამან არ გიშველათ, იმიტომ რომ აქ არ ვიცი სალიცილი რამდენია შეგნეთ, ხა თუ რეალურად ძალიან გაუხეშებული ქუსლი გაქვთ, შეიძლება არ გეყოთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა გითხრათ, რამდენი სალიცილის მჟავა არის შიგნით ურია. მაღალი პროცენტული მაჩვენებლით 15-20% ურია, რაც სახეზე არ გამოიყენება, რა თქმა უნდა, ქუსლისთვის. საუკეთესო არჩევანია დახეთქილი ქუსლებისთვის. აი პროცენტს სადაც გვეუბნებიან, ეს არის მათი 10%-იანი ურიას შემცველობით და პლუს სალიცილის მჟავის შემცველობით სხეულის დამატენიანები. აი ეს არის ფოტოშორის ძალიან კარგი არჩევანი, ვისაც კერატოზის პილარის, მარწყვის კანი თუ ქათმის კანი თუ რა ვიცი რაღაცა არ ეძახიან, გაწუხებთ. ეს არის ძალიან კარგი პროდუქტი. სახეზე 10% ურია უკვე ჩემთვის არის ზღვარი. სახეზე გამოსაყენებლად. უკვე ზღვარი, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არის ურია, მე უკვე ამ ქერცლავი თვისებები აქვს. მაღალ პროცენტიან ურიას. შესაბამისად სახეზე, ჩემთვის არის 5% ურია სახის კანისთვის, ყოველდღიური დამატენიანებელი რო ერქვას. ამიტომ ამ პროდუქტთან მოდი სხეულზე დავრჩებოდი მაინც, როგორც თვითონ ბრენდიც უწევს რეკომენდაციას და ვისაც ისეთი ჩაკეტილი კომედონები გაწუხებთ, ფეხებს ქუსლსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ახლა პირდაპირ ეს იყიდოთ ორი სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, ურიაც არის შეგნით და სალიცილის მჟავაც ორი ერთში, ნიაცინამიდით, რძემჟავით, გლიცერინი, კერამიდების კომპლექსი, რა თქმა უნდა, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროდუქტია თანმოცულობა სიმხელას იყო, სხეულისთვის ეგრეც უნდა იყოს პრინციპში 60-40 გრამი აწერია ზეთ. შემდეგი პროდუქტი, ამაზე არ გვისაუბრია სხვათა შორის წინა ვიდეოში, როგორც ჩანს, ესეც ახალი პროდუქტი, ან შეიძლება ევროპაში არის ახალი, არ ვიცი, ეს არის მათი anti-imperfections, ნაწიბურების, ლაქების, გამონაყარის შემდეგ დარჩენილი ადგილობრივი თერაპიისთვის გამოსაყენებელი პროდუქტი, 40 მილilitrიანი შეფუთვით, სალიცილის მჟავა არის აქაც, ნიაცინამიდი, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, სხვათა შორის გლიკოლიც აქვს შიგნით და რძემჟავაც. სამივე პილინგ ინგრედიენტია შეგნით, ეგ გაითვალისწინეთ. როგორც სალიცილი, ისე გლიკოლი და ისე რძემჟავა, პლუს ნიაცინამიდი. საკმაოდ კონცენტრირებული პროდუქტი ჩანს. ეს არ დამიტესტავს, ამას არ ვიცნობ. თუ გამგიყენებიათ ვინმეს ნაწიბურებზე, გამონაყარზე, აკნეზე, ლაქებზე, სიამოვნებით გაგვიზიარეთ კომენტარებში, როგორ ფუნქციონირებს, რამდენად ეფექტურია, იმიტომ რომ ცოტა მიჭირს, როცა პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ვხედავ, გითხრათ რამდენად თერაპიულ ზღვარშია ესა თუ ის ინგრედიენტი პროდუქტში. ხვდებით, მარტო ეს გეყოფათ, კიდე რაღაცის ჩამატება დაგჭირდებათ, ღირს თუ არა ფულის გარდა. ინგრედიენტების სიას, რასაც უყურებ, ძალიან ძლიერი.
პილინგ მჟავების კომპლექსია, პლუს ნიაცინამიდი, ინგრედიენტებიდან გამომდინარე ფურცელზე დაწერილი ძალიან კარგი პროდუქტი ჩანს. ადგილობრივი თერაპიისთვის მით უმეტეს. ანუ ადგილობრივი თერაპიისთვის გულისხმობ, რა თქვა, თუ მთელს ნიკაპზე გჭირდება, მთელს ნიკაპზე წაისმევ, თუ მთელს ცხვირზე გჭირდება, მთელს ცხვირზე წაისმევ, არაფერი არ არის შეგნით ისეთი, მშრალი ალკოჰოლი ან რამე არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რომ თქვა, კანიზე მეტად გამოაშროს ან რაღაცა, რომ თქვა, ფართო ნაწილზე კანის ვერ გადაინაწილოთ სახეზე. მაგრამ საინტერესოა რა პროცენტული მაჩვენებლით არის ეს მჟავები შეგნით, რომ ვიცოდეთ რაში ვიხდით ფულს და რას ვიღებთ რეალურად. ამ პროდუქტზე უკვე გვისაუბრია წინა ვიდეოში და სხვათა შორის მე თვითონაც მქონდა ჩემს თავის მოვლის რუტინაში. ეს არის მათი რეტინოლის შრატი, კაფსულირებული რეტინოლის შრატი 30 მილiliტრიანი შეფუთვით. ეს არის ღია ფერის, ღია ლურჯი შეფუთვის რეტინოლი, ორი აქვთ როგორც იცით, ორი სხვადასხვა რეტინოლი აქვთ. ეს არის ალკოჰოლი აქვს სხვათა შორის, ოღონდ მშრალი ალკოჰოლი არ არის. ან საკმაოდ ქვემოთ ინგრედიენტებს არც მიგრძნია რომ ალკოჰოლია შეგეთ მართალი რო გითხათ ამ მაგაზე. არ ვინერვიულებდი, შესაძლოა პარფიუმის და ეთერზეთების გარეშეა. პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცით სამწუხაროდ რეტინოლის, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ კაფსულირებული რეტინოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე რაც ნელი მოქმედების რეტინოლია, ან რომელიც ასე ვთქვათ, ნელა კანთან კონტაქტის შემდეგ იშლებიან ეს კაფსულები და შემდეგ იწყებს ნელ-ნელა რეტინოლი კანზე მოქმედებას, რაც იმას ნიშნავს, უფრო მგრძნობი არის კანისთვის არის, დამწყებთათვის არის და უფრო მსუბუქი რეტინოლის შესახებ. საუბრობთ მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცით, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე დაიწყეს, რომ ძლიერ რეტინოლსაც და რეტინალსაც კი კაფსულირებული ფორმულაციით ბაზარზე რომ უფრო სტაბილური იყოს და არა მაინდა-მაინც ნელი მოქმედების, ხო? თვითონ ფორმულაცია და ინგრედიენტი იყოს შეგნით სტაბილური. ამიტომ კაფსულირებული დღესდღეობით ავტომატურად აღარც გეუბნება იმას, რომ მაინდა-მაინც ძალიან ნელი მოქმედების და მსუბუქი რეტინოლის ან რეტინალის შესახებ საუბრობ, მაგრამ მე გამომიყენებია დამცლია ეს შეფუთვა და მსუბუქი რეტინოლი ამით შეგიძლიათ დაიწყოთ. თუ გრძნობი არის კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენოთ და აი ეს არის რეტინოლი თქვენი 20-იანი წლებისთვის. 27-28-მდე. არის გენეტიკას გააჩნია როგორ გენეტიკურად როგორ გიწყობთ კანი ხელს. აი მაგასაკისთვის იდეალური რეტინოლია. მეც დაახლოებით მაგ პერიოდში ვიყენებდი ახალგაზრდა. ეს პროდუქტი ეს სხვათა შორის ამაზე არ გვისაუბრია ამ შრატზე, მაშინ იმიტომ რომ ეს ახალია. ეს არის მათი ჰიალურონის მჟავის შრატი. საინტერესო თუ არის ეს უკვე საქართველოში თუ შემოიტანეს აფთიაქებმა იმანცერავენ და ამანცერავენ თუ შემოიტანეს უკვე საქართველოში. შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშეა გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა, კერამიდების კომპლექსი, პანთენოლი. არჩეულებრივი დიმეთიკონები, ანუ სილიკონი აქვს შეგნით, ის სასიამოვნო ტექსტურა უნდა მისცეს. საინტერესოა, ეს ფამფის თავსახურით არის, ჩვეულებრივი ჰიალურონის მჟავის შრატია. კარგი ჰიდრატორი იქნება, კარგი დამატენიანებელი იქნება, მაგრამ მეტი არაფერი არ შეიძლება გაითვალისწინოთ. ანუ თუ გაქვთ უკვე რაღაცა ჰიალურონის ტონერი, ჰიალურონის შრატის დამატება არ არის საჭირო. ხო ხდებთ რასაც გულისხმობ, ანუ გადახედეთ თქვენს რუტინას, გაქვთ თუ არა უკვე რაღაცა მსგავსი, გაქვთ თუ არა რაღაცები უკვე ჰიალურონის მჟავით და ცალკე სპეციალურად კიდე ერთი პროდუქტი გჭირდებათ თუ არა ჰიალურონის მჟავით. კარგი ინგრედიენტები ყოველთვის იმას ანიშნავს, ყველაფერი უნდა იყიდოთ, რასაც კარგი ინგრედიენტი აქვს. შემდეგი გვაქვს მათი თვალის კრემი. ამაზე თუ ვისაუბრეთ არ მახსოვს, მე მგონი ესეც ახალია, ხო? ან ევროპაში არისო? 14 მილილიტრი. ანუ როგორც წესით 15 მაინც არის ხოლმე თვალის კრემები რა გაუხდა თუმცა აი რა თქმა უნდა შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშე რა თქმა უნდა კერამიდების კომპლექსით რაც ძალიან მშრალი და მგრძნობი არის და სათუთი კანისთვის თვალების გარშემო დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივ გამოსაყენებელი იქნება და ჰიდრაციას მიცემს კანს დაარბილებს ოდნავ შეავსებს ნაოჭრელ ხაზებს ნაოჭებს თვალების გარშემო აფუმფულებს კანს რაც დროებითი ეფექტია როგორც კი შეწყოთ პროდუქტის გამოყენებას და კლინი გამოშრება ისევ დაინახავთ მაგ ნაოჭებს ანუ პრევენცია არ არის მაგრამ ნუ კონსილიერის ქვეშ დღიური გამოყენებისთვის რომ კარგად და ლამაზად გამოიყურებოდეს კანი თვალების გარშემო რატომაც არა ნიაცინამიდ შეიცავს გლიცერინის ბაზისია ჰიალურონის მჟავა ალოე ვერას პუდრა ოკეი ალოე ვერას პუდრა ოკეი ნიაცინამიდი არის მეორე ინგრედიენტი უკვე არის ნიაცინამიდი ოკეი ანუ წესით მინიმუმ 5% ნიაცინამიდი წესით 5% ნიაცინამიდი მაინც არის ანუ წესით ოდნავ სიშავეებზეც შავწრეებზეც უნდა მოგეხმაროთ თვალსა თუ გენეტიკური არ არის ხან უბრალოდ ეს შავი წრეები თვალების გარშემო არის გენეტიკური ძვლების სტრუქტურა როგორ არის აწყობილი თვალების გარშემო ჩაღრმავებებს ავტომატურად იძლევა თვალების ქვეშ და მაგას კოსმეტიკა გარშველის ფილერი შეიძლება რომ შეავსოთ ეს ჩაღრმავებები რომ სინათლე უკეთესად აირეკლოს კანმა და არ გამოჩნდეს ეგ შავი წრეები მაგრამ კოსმეტიკური მომსახურება სალონში სახლში კოსმეტიკური პროდუქტებით და ასეთ რაღაცებით მაგას რაღაცას არშველის არც ნიაცინამიდი არც C ვიტამინსა თუ ეს გენეტიკური ამბავი. ამიტომ არის თუ თავი ეგ მთელი თქვენ ცხოვრება თავი ეგრე გახსოვთ, რამდენი როგორ არ უნდა გეძინოთ და როგორ რეჟიმიც არ უნდა გქონდეთ თუ ესენი არ გადადის და დედა თქვენი წესია და ბებია თქვენი წესია, მამა თქვენი ესია და ანუ გენეტიკური ამბავი თუ არის, წყვილ არ გადაიხადოთ პროდუქტებში ფული იმის გამო რომ რაღაცა უშველის მაგას. დააგროვეთ ეგ ფული და ან ფილერები გაიკეთეთ, ან არ ვიცი, სხვა კოსმეტიკური ჩარევა, სხვა საშუალებები არის როგორმე უშველოთ მაგრამ თვალის კრემი გენეტიკურ რაღაცებს ვერ კურნავს სახლის პირობებში. მაგაში ყველაფერი არ გადაიხაროთ. ოკეი, და შემდეგ მათი ცნობილი დამატენიანებელი, რა თქმა უნდა, რომელიც სხვადასხვა ზომის შეფუთვით აქვს, 50 მილilitrიანი, 177 მილilitrიანი.
მე გრამებში გადადიან, ოკეი, 454 გრამი. ეს არის 10%-იანი კერამიდების კომპლექსი, საკმაოდ ძლიერი კერამიდების კომპლექსით არის. შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშე, რა თქმა უნდა, გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა. ეგ არის. ეს პროდუქტი გამომიყენებია, გამიცლი არაერთ შეფუთვა, დიდი შეფუთვაც, პატარა შეფუთვებიც, ზამთრის დამატენიანებელია უფრო საკმაოდ სქელია. ისეთი სრიალა ტექსტურა არ აქვს, როგორც მაგალითად სერავის დიდ დამატენიანებელს. იქ დიმეთიკონი უფრო მაღლა ინგრედიენტების სიაში და მას ბზინვარებაც უფრო მეტი აქვს სახელზე გლოუ, უკეთესად ირეკლავს, უკეთესად სრიალებს. რემზე მომისმენია ხოლმე, რომ თითქოს და უფრო წებოვან ეფექტს ტოვებს, ზუსტად. მაგის გამო თან ეგეც და პლუს კერამიდები, რაც უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაქვს კერამიდები, ისევე როგორც მაგალითად გლიცერინი, რაც უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არის პროდუქტში, უფრო წებოვანი ხარ. მე სხვა კოსმეტიკური საშუალებებით უფრო უნდა მოინდომო, რომ ეს წებოვანება მოხსნა, რასაც სერავისი ძალიან არინდომებს, როგორც ჩანს. შესაბამისად, ეგ მსმენია და გეთანხმებით აქვს ეგ მომენტი. მესაც გაჩნია, ანუ რაც უფრო შრალი კანი გაქვს, უფრო ნაკლებად გრძნობ, ანუ მე ისე ძლიერ არ გრძნობდი მაგ წებოვანების ეფექტს, განსაკუთრებით ზამთარში, ეს რაც გამომშრალ კანზე, მაგრამ აი ოდნავ კომბო კანი თუ გაქვს, ან ისეთი ძლიერი მშრალი კანი არ გაქვს, მაგალითად როგორც მე, შეიძლება რომ ეგ წებოვანება უფრო მეტად იგრძნო. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ბოლოს როდის გამოვიყენე ეს კრემი 5 წლის წინ, შეიძლება შეიცვალა კიდეც მას მერე ფორმულაცია უკეთესი გახდა. ეხა ფამფის თავსახურით აქვს, რაც ძალიან კარგია თუ ოჯახში რამოდენიმე ადამიანს უნდა ერთად ამ პროდუქტის გამოყენება. და ძველი ფავორიტია, სახე პლუს სხეული შეგიძლიათ რეალურად გამოიყენოთ ეს დიდი დამატენიანებელი. სერავის ოფიციალურ საიტზე სხეულის კატეგორიაშიც ნახავთ და სახის კატეგორიაშიც, ანუ ორი ერთში შეგიძლიათ რეალურად გამოიყენოთ. ფასი იმედია ძალიან არ გაძვირებულა. ეხლა სერავის ოფიციალურ საიტზე პროდუქტებს შეძენა არ შეგიძლიათ, ამიტომ მე ფასებს ვერ ხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან არ გაძვირებულა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ისეთი დამატენიანებელია, რომელსაც შეგიძლია ენდო. ეს განსაკუთრებით ცივი სეზონისთვის, როცა გჭირდება რაღაცა ისეთ, რაც კანს არ გაგიღეზიანებს. ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი გამოცდილება იგეთია, რომ შეიძლება გადაირბინო აფთიაქში და შეიძინო. რაზეც ვიცი, რომ არ გვისაუბრია მაშინ არის ახალი კრემი, წესით ახალია, ან შეფუთვა შეცვალეს. ეს არის გელ კრემი, დამატენიანებელი გელ კრემი ცხიმების კონტროლის. 52 მილილიტრი შეფუთვით ფამფის თავსახურით. არის ეს საქართველოში? საინტერესოა. მითხარით ზემონებით თუ გამოგიყენებიათ თუ დაგიტესტავთ როგორ ამზადებს ახალ პროდუქტებს სერავე ხო არ დაუკარგავთ პეწი. ესეც შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, ნიაცინამიდით არის ეს დამატენიანებელი, კერამიდების კომპლექსი, გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა, ერთიდაიგივე ინგრედიენტი. ცოტა მოსაბეზრებელი ხდება ხოლმე. რაც კორეულ ბრენდებზე გადავედი და რაღაცა ფესვის ექსტრაქტი, იმისი ფესვის ექსტრაქტი. ეს მოვიყვანეთ და ეს გამოვიყვანეთ და ეს გლიცერინი, ჰიალურონი, კერამიდების კომპლექსი. რაც ცუდი არ არის. ცუდად არ გამიგოთ. ცუდი გაგებით არ მიგულისხმია. ანუ ცუდი არ არის, რა თქმა უნდა. ხანდახან ეგ ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. მარტივი ბაზისური რუტინა, რომელიც შედეგს გვაძლევს და ეფექტურია. დერმატოლოგების ბრენდს ეხება საქმე და სააფთიაქო ბრენდებს ეხება საქმე, ისინი ნაკლებად რისკავენ ხოლმე. დერმატოლოგებს იმდენი მძიმე შემთხვევა აქვთ ნანახი, რომ ზოგადად ნაკლებად რისკავენ ხოლმე და მესმის, როცა ეგ შენი პროფესიაა და უამრავი დამწვარი და ყავგადამძვრალი ადამიანი ყავს ნანახი, რომელიც ესე სახლის პირობებში საშინელ დღეში აგდებენ ხოლმე თავის ტანს, რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად ხარ და 100%-ით გასაგებია, უბრალოდ ხო რაღაცა ინოვაციურს და გამორჩეულს და რაღაცა ესეც ვაიმე. აი, ვაუ, ესეც დიდად ვერაფერს ვერ ნახავთ, მაგრამ აქაც ინგრედიენტებში მეორე არის უკვე ნიაცინამიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით იღებთ წესით. როგორც გითხარით, პროცენტულ მაჩვენებლებს არ ამობენ, კომბინირებული კანისთვის ძალიან კარგი არჩევანია. მე ინგრედიენტებს რასაც ვუყურებ, წესით ძალიან კარგი დამატენიანებელი უნდა იყოს, ეხლა ცხელი სეზონისთვის. კომბოცხიმიანი კანისთვის. მათ ვაზელინზე თუ პომეიდზე თუ ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, მაშინ არ მახსოვს, მაგრამ ამას ახალი აწერია, ამიტომ ვსაუბრობთ არ ვისაუბრეთ. ეს მაშინ არ გქონდათ, რა საინტერესოა. ორი ზომის შეფუთვით აქვს, 50 მილilitrიანი და 88 მილilitrიანი. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, პირველი ინგრედიენტების სიაში არის პეტროლატუმი, ანუ ვაზელინი. და კერამიდები აქვს შემდეგ ჩამატებული, ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი. მოკლედ ეს ძალიან კარგი იქნება ჭრილობებზე, გადაქერცლილ, აკერცლილ, გამომშრალ კანზე, ეგზემაზე, იდაყვებზე, ქუსლებზე, მუხლის თავებზე, ტუჩებზე, მოკლედ სადაც ეს არის ზამთრის ბალმი. ვაზელინის ბალმი ცოტა კიდევ უფრო დამატებითი კარგი ინგრედიენტებით შიგნით ვიდრე მხოლოდ ვაზელინი. ანუ ეს დამატენიანებელი თუ გახსოვთ, ლოსიონი ადრემის მე თვითონაც გამომიცლია შეფუთვა. ეს ქონდათ ჩვეულებრივი ოღონდ ლოსიონი. ეს არის light ვერსია. light intensive. light არის თუ intensive. რომელი ახლა? ის ტრადიციულ ვერსიას ხო ვიცნობთ და ეს არის ხა ახალი ვერსია. რანაირად ჩაადიეს ერთ წინადადებაში. ოკეი, ეს არის 236 მილilitrიანი შეფუთვით. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, რა თქმა უნდა, გლიცერინის ბაზისია, შემდეგ შიის კარაქი მოდის ინგრედიენტების სიაში, შემდეგ ჰიდროლიზებული ურია მოდის. light აღარ ეტევა, ანუ ეს ისეთი ინგრედიენტებია, ეს არის ინტენსიური. მერე გლიცერინი, კერამიდების კომპლექსი, ანუ ეს არის ჩემი აზრით, ეს არის იმ ცნობილი ბალმის პატარა დაიკო. ფამფით. ოღონდ ისეთი მთლად ლოსიონი არაა, როგორც
კლასიკურ ვარიანტს ვიცნობთ ამ პროდუქტის. მიყვარს ეგ ინგრედიენტები, ჩემს მშრალ კანს უყვარს ეგ ინგრედიენტი. როგორ მაინტერესებს? მე მგონი აფთიაქში გავივლი კვირის ბოლოს. შემდეგი არის მათი ღამის ლოსიონი, ამაზე უკვე გვისაუბრია სხვათა შორის. ამაზე ოღონდ დარწმუნებული არა ვარ, ეს საქართველოში იყიდება აფთიაქებში? იმიტომ რომ აქ რაღაცა საიტებზე შემიძლია გამოვიწერო, მაგრამ აქ აფთიაქში თუ მაქვს ეს ადგილობრივ ბაზარზე ნანახი არ ვიცი. ეს ღამის ლოსიონი. Ultra PM facial lotion 89 მილilitrიანი შეფუთვით, ფამფით, შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშე, ესეც ნიაცინამიდით არის. ანუ ეს ცხიმების კონტროლის ახალი და ესეც. ის ხო არ არის ნეტ ევროპული ვერსია ამისი. თორე ესეც ფამფით არის, ესეც ნიაცინამიდით. ანუ მართლა დიდად არ განსხვავდება ის და ეს ერთმანეთს. ანუ იმას ცოტა უფრო მეტი ცხიმების კონტროლის ინგრედიენტები აქვს შიგნით. ამას თიმითი კონიც აქვს, ანუ ამას უფრო სრიალა ეფექტი ექნება. ეს მაინდა-მაინც ცხიმიანი კანისთვის. ანუ კი, რადგან ლოსიონია, წეს და ზამთარში მაგალითად ცხიმიან გასაცხოს შეიძლება ცოტა უფრო მეტი განსაკუთრებით ღამის რუტინაში. მე ვფიქრობ, რომ მაგისთვის კარგი იქნება, მაგრამ ეხლა ცხელი სეზონისთვის ის ცხიმების კონტროლის ლოსიონი მე მგონი რომ უფრო მოგეწონებათ. და ისე ამას PM რადგან აწერიას და დანიშნავს რომ დილით ვერ გამოიყენებთ. გაყოფილი აქვთ უბრალოდ როგორი პროდუქტი გაყიდინოთ და რაღაცაში გადაიხავთ თორე არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რასაც დილით ვერ გამოიყენებთ. ნიაცინამიდი, გლიცერინი, კერამიდები, დილას და ღამის რუტინაში ჩვეულებრივ დამდენიანებელია. მაგაზე არ მოწყობდეთ. ლოსიონი უფრო მსუბ. აი ეს იქნება მაგალითად უფრო მშრალი კანის მქონე ადამიანების ზაფხულის დამატენიანებელი, ესე ვიტყოდი. ის მეორე ცხიმიანი კანის მქონე ადამიანების. მაგრამ ისე ორი ერთდაგივე თითქმის ერთდაგივე ინგრედიენტებით დამატენიანებელი. რამდენი ნიაცინამიდის დამატენიანებელი უნდა გქონდეს ფრენდს? აი რამდენია ერთით მეტი. ოკეი, შემდეგი გვაქვს მზისგან დამცავები, რაც სხვათა შორის მე რომ მაშ ვიდეო გავაკეთე, იქ მხოლოდ SP50 ქონდათ მაგ დროს. ეხლა ახალიო და SP50 აწერიათ. იგივე ხაზიდან არის, შეფუთვაც კი ერთნაირია, სახელიც კი ერთნაირია. ძველი და ახალი თაობის ქიმიური ფილტრებია ორივეში. ანუ ეს ავტომატურად გამოდის, რომ ევროპისთვის მზისგან დამცავები, ამიტომ რომ ახალი თაობის ქიმიური ფილტრები გამორიცხულია, რომ ევროპაში, ამერიკაში ვერ გაყიდიან, მაგას ეს მხოლოდ ევროპისთვის არის. მაგრამ რატო დატოვეს ძველი თაობის ქიმიური ფილტრები? მხოლოდ ახალი თაობის ფილტრები. სავარაუდოდ ის ფორმულაცია უკვე ნებადართული იყო, იმაზე ლიცენზია ჰქონდათ და იგივე ბაზისი დატოვეს და პირდაპირ ახალი თაობის ქიმიური ფილტრები ჩაამატეს შეგნით. მასე უფრო სწრაფად მიმდინარეობს პროცესი, იმიტომ რომ მზისგან დამცავზე ლიცენზიის მიღება რო ბაზარზე გამოიტანო, ეგ არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი. ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ ხშირად ნახავთ ბრენდებს, რომელსაც ყველაფერი აქვთ მზისგან დამცავის გარდა. იმიტომ რომ ძვირია და ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ როგორც ჩანს ბაზისი აიღეს და დატოვეს, რაც უკვე ლიცენზირებული კონდეს და მე უბრალოდ ახალი თაობის ფილტრები ჩაამატეს შეგნით და უფრო სწრაფად წავიდა შემდეგ პროცესი. ზუსტად არ ვიცი ახლა, მაგრამ რატომღაც ეგრე მგონია. ნუ ყოველ შემთხვევაში ცუდი კომბინაცია არ არის. მთავარია ძველი თაობის ქიმიური ფილტრებზე არ იყოს თან ალერგიული, ან თვალებს გარშემოწვის შეგრძნებას არ იწვევდეს. ისე ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა SP50 აქვს. ზერავეს, ზერცხვილი იყო, დერმატოლოგიური ბრენდი და ჭკუაზე არა ვარ და SP50 იყო მაქსიმუმ. მოკლედ, ძალიან კარგი რომ SP50 აქვს. ხო დატესტო. მე არ მიყვარს ძველი თაობის ქიმიური ფილტრები, მაგრამ I can take one for tea. ამერიკული სერავედან მინდა გითხრათ, ბევრს აინტერესებს ხოლმე ეს იასამისფერი რეტინოლი. ესეც კაფსულირებული რეტინოლი. აქაც არ ვიცით რამდენია პროცენტული მაჩვენებელი რეტინოლის, როგორც წინა პროდუქტში. უბრალოდ ამას უფრო ანტიასაკობრივს ეძახიან თვითონ. კანის აღმდგენ რეტინოლს ეძახიან თვითონ. ამიტომ მე ამას უფრო ვუწევ ხოლმე ასაკობრივი კანისთვის რეკომენდაციას და მეორეს ვუწევ უფრო აი 20-იანი წლები ხო გითხარით, როცა აი კანის ერთიან ფერში მოყვანა გინდა, ჯერ განსაკუთრებულად ნაოჭებს ან რამეს ვერ ხედავ. ნამდვილად გინდა რომ ჩართო რეტინოლი შენს თავის მოვრის რუტინაში. იმ შემთხვევაში იმას უფრო ვუწევ რეკომენდაციას და ამას უფრო ასაკოვანი კანისთვის უკვე. ისე ფორმულაცია ერთ და იგივეა მეგობრებო, ესეც ნიაცინამიდით არის, რეტინოლის პროცენტი აქაც არ ვიცით, ეს 30 მილilitrიანი ფამფის შეფუთვით, მაგრამ ამაზე მაინც ვიტყოდი რომ ასაკოვანი კანი, იმაზე უფრო პაციენტი. თუ არის რაღაცა პროდუქტი, რომელიც გამომრჩა, ან რაღაცა პროდუქტები, რომლებიც გაგიტესტავთ და შეგიძლიათ თქვენი რევიუ დაგვიტოვოთ, კულტურული რევიუ ძალიან გთხოვთ. შეგვიძლია ჩვენი აზრი ცოტა უფრო კულტურულად დავაფიქსიროთ, ხო? ეს ბრენდებს არ ეხება. ეს ჩვენ როგორ შეგვიძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, ჩვენი აღზრდის და კულტურის ამბავი უფრო არის, ნეგატიური რევიუს დაფიქსირება შეიძლება კულტურულად. სხვა განხილვის ვიდეოებს, რაც შეეხება პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგაუწყდეთ თანხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!